გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კახეთის რეგიონში უახლოეს დღეებში მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება, თუმცა 8-დან 12 აგვისტოს ჩათვლით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერიც. 10 აგვისტოდან თერმომეტრის მაჩვენებელიც შედარებით დაიკლებს. ეს კვირა ცხელი იქნება, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ 8-9 ცოტა მნიშვნელოვანი საყურადღებოა, რომ ამ სიცხის ფონზე ის რაღაცა ცოტა ნოტიო ცივი გრილი ჰაერის მასის შემოსვლამ, რომელიც არის მოსალოდნელი დასავლეთიდან, შავი ზღვის ეკვატორიიდან, ეს საქართველოს ამინძე იმოქმედებს და იმოქმედებს აგრეთვე აღმოსავლეთ საქართველოს სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებზე. ჩრდილოეთზე ეს არის სამცხე-ჯავახეთი, მცხეთათიანეთი და მათ შორის დედაქალაქი და კახეთი. ამიტომ არის ცოტა საფრთხილო და საყურადღებო, რომ მაღალი ტემპერატურის ფონზე აი ამ სამ რიცხვში შესაძლებელია აღინიშნოს ხანმოკლე ხასიათის წვიმა, ცალკეულ მონაკვეთზე შესაძლებელია იყოს ძლიერი, ძელჭიქი და ქარის გაძლიერებაც და ცოტა უკეთესობისკენ ცოტა ტემპერატურის კლება არის უკვე მოსალოდნელი, უკვე ცოტა ჩრდილოეთიდან მოქმედებს ამიერკავკასიაზე, შედარებით ცივი ჰაერის მასები და ამის გავლენას უკვე ვიგრძნობთ 10 აგვისტოდან.